წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. მშვიდობის 18 საათი 18 წუთია ხუთშაბათი ეს კი მას ნიშნავს ვიწყებთ გადაცემას ოდაბადეშ კინოხონი. გადაცემა რომელიც ძალიან გვიყვარს და კვირიდან კვირამდე ველოდებით. გადაცემა რომელიც გვაქვს ორ ენაზე მეგრულად და ქართულად და გადაცემა რომელსაც უძღვებით ორნი ისტორიკოს კვლევარი ბატელა შეჯიქია და მე სოფიო ხუციშვილი. მოკლედ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ და აქვე მათთვის ვინც პირველად გვისმენს ათ შეგიძლიათ ამ გადაცემების მოსმენა. ლაივში 105.9 FM ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ასევე ინტერნეტით radio.net.lg და ასევე გელოდებათ გადაცემის ჩანაწერები აბსოლუტურად ყველა გადაცემა YouTube-ზე ჩაწერეთ ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქავე. რა თქმა უნდა, ნახავთ ასევე ჩვენს ვებგვერდზე radio.net.lg და Facebook-ზე Radio ათინათი. სემონებით მე სალამები პატელაშას, onjua ჯგირობუაშ, პატელაშა მუჭო ზოჯუნ, გომორძგუა. გომორძგუა ჯგირობუა თქვანი, onjua ჯგირობუაშ, ჩქი რადიო მარჩკილებ თქვენ ჯგირობუა და გახარება. მიხარია რომ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო საღამო შედგა, შევიკრიბეთ ისე სტუდიაში. კარგი ამბისთვის, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის და ძალიან საინტერესო თემა გვაქვს. სხვა შორის, წინა გადაცემებმა ძალიან საინტერესო ჩაიარა. სერიულად განვაგრძეთ ტოპონიმიკაზე და ასე შემდეგ. და სხვა შორის გამოხმაურებები ქონდათ, მე თავიდან ვთქვათ ამ გამოხმაურებაზე და შემდეგ უკვე გადავიდეთ დღევანდელ თემაზე. სხვა შორის ძალიან სენსიტიური თემაა ტოპონიმების და ჰიდრონიმების ცვლილებები და მიმდინარე ტენდენციები. ამან გამოიწვია საზოგადოებაში დიდი ინტერესი, პოლემიკა, ჟაბასი და მოკლედ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ძალიან საინტერესო და აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი თემაა საზოგადოებისთვის და ამიტომაც ჩვენ ვფიქრობთ მე ბოლოში დავანონსებთ, მაგრამ შესავალში შეგვიძლია აღნიშნოთ რომ ის რამდენიმე საინტერესო ტოპონიმს ახსნით, რომელიც ფაქტიურად განმოგვცემს ამა თუ იმ დასახლების, ამა თუ იმ გეოგრაფიული არეალის ისტორიას, კულტურას, მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და ყველაფერი მოკლედ ერთ სახელწოდებაშია გაერთიანებული და ამაზე გვექნება საუბარი. და რა შეხება დღევანდელ თემას, ჩვენ წინა გადაცემისას დავანონსეთ ალანურობა, მალანურობა, ესეც ძალიან საინტერესო ალისა მაგისა რაღაცა შელუცვას აქვს. ნამდვილად. ადოლაშა როგორ გვაქვს საქმე, რას ქვია, რას ნიშნავს და რაზე ნიშნავს? ხო, მოკლედ ალანურობა, მალანურობაზე არის ჩვენი საუბარი. ეს არის ძალიან მრავალშრიანი რიტუალი და ძალიან სიმბოლიზირებული და როგორც ჩანს ის საუკუნეების სიღრმეში იკარგება მისი ფესვები და განიცადა რამდენჯერმე ტრანსფორმაცია. და საბედნიეროდ ისიც მინდა აღნიშნო, რომ ხობში, ზემობიაში დაიწყეს ამ ტრადიციის აღდგენა, ამაში ბატონი ირაკლიშონია, ბატონი გოგიტა ჩიტაია, ბატონი კახა ჩიტაია ჩაერთნენ და მოკლედ თეატრალიზებული სცენები გააცოცხლეს ძალიან სახალისო და საინტერესოა და ანუ ასე რომ ვთქვათ, თლად მივიწყებულიც არ არის, იმიტომ რომ უკვე ამ ტრადიციის გაცოცხლებაზე გარკვეული მაგალითი გვაქვს. თუმცა ზოგადად საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი ალანურობა მალანურობაზე და ამიტომაც შევაჩერეთ ჩვენი ყურადღება სწორედ აი ამ თემას. კი ბატონო, გისმენთ ყურადღებით ან ორ ენაზე, ჯერ მეგრულად, ტრადიციულად და შემდეგ უკვე ქართულად. აბა მუშინულობა უხდეს და მურე საერთოდ რას ნიშნავს ეს ალანურობა მალანურობა. გისმენთ ყურადღებით. გემცხათ ასე ჩქენი თენამურენთის გიფშიებუთ კუნტასკოპ თქვათონ ამ დღანერ ჩქენ რადიო გინო ჩამაშ თემარე არტო ინტერესოდო გოჭყოლდაფირი ტრადიცია ნამუსუდ ჯოხო ალანურობა მალანურობა უკითხერე მუშანულენს ალანურ მალანურ თეს მარგალიორდინას ბრეშ ხადაშხა ენწყმაო ქოფშინანთ კანკალეს სამარგალოს მიღუნა მაგიურ მეცარული ტკუბაზიტყვეფის კომბინაციებ მუჭომითრე ალა მალა აბაია თაბაია ადადი ბადადი ადამანია დადამანია ელესია მელესია ერეხელ მერეხედო თაშ გვალებრენ მიღნათ ეცალე ფენეფიშკას ხოლებ ხვადუთ ათეცალ ზიტყვებს ალან მალან და ალანურ მალანური ალიო ქობალიაშ ლექსიკონს ალანურობა მალანურობა ათაშრენ წყემილ მალანურობაშა გილულა კარდოკარ იშოაშო გილულა მალანურობა ზოხო ხოლორე ენწყემი მუჭოთ პიჯი შეფორუა ელანუა და ხვიება მალანურ ჯოხო ხოლო თხადო შხურიშ მინჯეფიშ ავაკათუას
ელაგილა გილულას ხოლო ალანურობა მალანურობას უძახნა იშოაშო გილურცუნ ფერ კოჩის ალან მალანის მუჭოთ იძირენ ათე რიტუალს ხოლო ხვიებადო იშოაშო მოსკულეპის გილულას გურშენ ქიგია თე ჯოხობუ მუჭოთ იძირე ხოლონი არქაულ ეპოქას ალანურობა მალანურობას თეატრალიზებულ რიტუალს სხვადასხვა ფორმებ ნოღვე თეს ბრელფინა უღუნ ფერრე თო სიმბოლო ხარგათ ეფშარე ართ ვერსიათ ათე რიტუალის არქაულ ფორმა ოფაწყმა მერცხილო ხოლო იძირე მუშენდა თეატრალიზებულ სცენებს მუჭომითრე მალანურობა ძივავობა და სხვა რიტუალები პიჯეფორილ პერსონაჟებ ფალოსის სიმბოლოს კოციას გეთიბუნონა ნამუთ ვარდა ლაეტის გუნგაშერე ვარდა ჯაშე და ვარდა ხოლო ქაშერე გიშათოლირი ალანურობას რიტუალი დაინტერესებული ოფე მუჟდროს ილია ჭავჭავაძე ხოლო თის ჯაჯ ჯორჯიკეშა ქუდუვალე ათე რიტუალ გეუჭარუტკო და ივერიას დუბეშტუტკო კონსტანტინე გამსახურდია ხოლო მუჟ გენიალურ ლიტერატურულ ნახანდეს მთვარის მოტაცებას ეპიზოდურო აბეჭარილ ათე მალანურობას რიტუალი მალანურობა ხოლო ბერიკაობაში ალილეობაში მანგურორე კარტო კარგილუილა სოდეთ პიჯი შამნახან ფორილ პერსონაჟე პონწყონა იმპროვიზაციებს თენა არქაულ ფორმებს რემარა ու ნაგენა ფორმას და დითირო მუჭოთ იძირენ ნაგენა ბორჯის დითირ თათე რიტუალის ფორმაკდო დღაკვათირ ხოლო მუშენ და უკუ შხატოშხა ბორჯის გინოფჩანა თეშ მონწყოლა დღალებს ართ ვერსია თოხუთი არგუსოს მაჟა ვერსიად მარაშნა წოხლეს თუთაშ გოფშაფა ბორჯის სხვა ვერსიად მალანურობა ხვალე არ დღას ვარონ მარაშნა შე ბრეხანით ადრე ინწყუაფუთ მუჭოთაშინ მალანურობას დღარხუშა გილულას ალანურობა მალანურობა ჯოხო მალანურობას დღარხუს ოხოლო სხვადასხვა ნირზვა მუჭომითრე რკინება სხაპუა ლააფ ჯირით და თაში დაფიქსირებული ნამუდა ალანურობა მალანურობა ინწყუაფუთ ხობის რაიონს ოფუტე ბიას ეჩ არგუსოს წენწყარი შოკათურწყომა ალანურობა მალანურობა ხოლო ინწყუაფუთ გალის რაიონის ოფუტეერს ოქუმს ჩხორთოს და რეფის ათე სამიარო დღარხუ ინწყუაფუთ არზაშუმოს ონიერ კომოსკვალეფის აბოკათუათ თაკ გიშნაგორა მეჯინაშ ბოშე პოლიმუდეს არტიანს ასე ხოლო თქუნა ალანცალსკი ალანჯგურა ბოშრენია სხვადასხვა ოფუტეფის ალანებ არტიანს ონერზოდეს სოდეთ გიშაჩკინდუთ არზაშუმოს ონიერ თენარდურ კინებას ხაპუა ლაბჯირიტო თაში ოფუტე რეფის ალანურობა დღარხუშ დუდ მანჯღერე ოფე თაქიან პაპა ალექსანდრე რურუა ხვამაშუკული ჭყაფუ ჯარალუა ართ ალანობას პაპას უთქუალ მითვარენია ამდღა ალანობას მიგენციან თიშქიმ ცირასკვას ოსრო ქუ უნვანქია ათეშნერბედნერება გიშნაგორა ბოშ თარასხან ტაბაღუას ქოხალა ჩი რადიო მარჩქილებ ჯგიროქიგეგან თიშგურშენინ ასე გებჭარად მალანურობაში კლასიკურ რიტუალის მაკათურების სტრუქტურა მალანურობაში თარ მანჯღერერდ ჩეთ მკოქუნელ ხანერ კოჩი იმერეთის მაფახოლო ხანერ კოჩრე ნამუთ ნინა მოსანწალე როკორდუკო სამარგალოშინ თავარი ხოლო ხანერრედო თენახოლო ნინა მოსანწალერრე იმერეთის მაფასდო სამარგალოშ თავარს ამში მალანურ უნს მუკაკუნა შარვაშა ინოუნაბი ჭითა ხართ დუც ჩე ვაშკინაკირალ ჭითა ბაშლახი უღნა ხეშა უკებუნა დუდი ჭითა მოხანტილი სუალებით მონწყილი ჭოკა ნინაში იშო აშო გილმაღალარ ხუთ მოცქულგერეთაკ უკიშ მიმაგამალ მემუსიკე ხოლე ჟირრე ვალე გუშურს ეჯდოარტ მაკათური რიტუალი ჭყაფუ უკიშ მეგამათ კათა ოხვამეშეზოს დიშაყარო იჭყაფუ ბირა სხაპუა და სხვადასხვა ლააფები გაშაგორნა მალანურის მაკათურებს პროცესია წოკლე აწოუნს მალანურების მანჯღერე ჩეთ მონწყილ ხანერკოჩი ნამუსუთ ეკოუნს ჟირ ბუკიშ მიმაგამალ ათე მანჯღერე ქედიძახუ აის გაის ვითოჟირ მალანურდონ თელა კოკათე კათა ქუგამაც აის გაის ოხვამეს სუმშა მუკემუკეთ მუკულვანადო ირიათო იძახუნა აის გაის ოხვამეში თარი მინაწყუმა გაჩენდუნა მანჯღერეშ ხონარ ელა უნაფილო ბირას ქდიჭყან ზარზა მაკათური უკულ მალანურებ ჭოკებს გიგიაშკონადო ჟირო გირთუნა ართ ალანურობა მალანურობას რიტუალი ათაშრე გინოჩამილ სამარგალოშ თავარის როლის მოლააფემქ ოხვამეშ ხოლოს გიგეთირთუ იმერეთის მაფაკ თეკ გერგუ ცხაცხვიში ჯინჯი თეკ უთოდირთ თენეფიშკას ქდიტე ჭიჭე აკან სოდეთ იშოაშო მოცქულებ გილეშეს ხუთ მოცქულ ქდიჭ ართაკაშე მაჟრაკანშა იშოაშო მინაჩინაშ გილაღალა ქდიჭ მირზიკ მაფადონ თავარი ართიანს ვენდენა ზიტყვეფით ართიანს გაცერკინტუნა ათე თენეფიშ აშმავენჯ მოცქულებ ხოლო უმოსო აპარანენა ნარაგადუერძო უბადოს ხოლო უბადოს მიშარაგადანა მაჯინო კათა ჭყორდუ ციცას მალანურობას რიტუალს ოინტერესეთ გინოფჩანა ოფუტე ჟინბიაშ მახორუ ლუკიანე მალხაჟისკუა შონია ანთაშ ხროლთოშკი წანას ილააფეს მალანურობა ბოლოს ოფუტეს ოფუტე ირფელირდუ ეფშა ნირს ვითოხუთ არგუსოს იჭყაფუდო თენარდუ მალანურობა ოფუტე ბია შკას ჟირო გირთუთ ართაკაშერდუ სადადიოდო მაჟრაკაშო იმერეთის სამაფო
მალანურობაშო მარაშნაშ მუდგაზმარენ დღა წოხლე გაშაგორუნდეს ახალებს ნამუთ ონირებდო ხემორზგვებდეს ამშირდუ დადიაშდო მაჟრამშ მაფაშ მაალე მანგარ ბრელკათა იშაყარუდ თეშ მაჯინეთ თელო ხვამე ებშარდუ მაჯინეფით ამშ მალანურ სოხო კიგედირთუთ ხოლო მაჟრამშ სოხო ქრიჭყანდეს მოიადებს მაფას დადიაშ მალანურებ როგორანდეს დო მაფაშ მალანურებ დადიას ათე ოძიცე ოჯინე შკაონ დღეშა მიშ არძო მალანურს ხეს უკინებს გერთი ჟირმეტადო გვერდიან ჭოკები ნამუშ ბოლოებ ჭითათრე ხანტილ მალანურებ ოხვამეშ უკახლე კიგედირთუნა ცხაცხუ ჟი გინდაათანა ათეშ გერთებს მიდგა ვარდუ ათეშელენდუნ თის თინა უკვე გომორზგილო იკოროცხუთ ნირ ჟირ საათის მიჟდო გეთებოდო ნუკულ მალანურებს გენიუნანდეს ოხვამეშა დო კარს გალეშე დოკილანდეს თა გაბზადებული აბდეს კან გოფურჩონი ლაკაცია შკვით მეტრაი სიგინსაი ჭოკა ცხაცხუ წოხლე დუ გელაფირ მინდორია ინსრო აკანს კიგედირთუდეს კათა ჟირხოლ აკანშე გუგუდორთუდეს დე მალანურებს აუცლებელო დისციპლინაკორდუკო თხილერ მითინცოკო აუცილებოდკო ათენ ნირზიშა განჯანდეს ოხვამეშ კარებს დო მალანურებ ქარაგუდეს ჭოკას მარზგვან აკანშე გედორთუდეს იმერეთიშ მაფაშ მალანურებ და ყვარშხანშე დადიაშ მაკათურებ ქრიჭყანდეს იშოაშო ქანჩაფის თენა მანგარ ძალიან სპორტულ უძრაფარდუ კათა დღას მემშეშ ათენ ნირზიშა მარა მიშახოლე მოხვადოთ გეიაუნუდეს ათაკ ჩხუპის მარა მუდგა მოხვადუკო ნიშენ არზა შვიდობიანო დეთხიბუდ ართიანს ოდო ართიანს ჯგირობუას ქუზალანდეს ჩობიშემ შომოჭაშილებდა ასეთ ეჯგვა რიტუალებ და სამარგალოს მაგრამ ბანძღი ჭიჭაგელი შომუდესინ ღანჩალი რდუკო ხო ღანჩალი კორდუკო იშენ მარა თა ბერიკაობაში მუდახოლე ქორე ვარიანტი თ ალანურობა მალანურობას კომიკურ დრესკოდ ხოლე უღნან თინა გუმაძიცინ დრესკოდ მოკუნდა დრესკოდ უღნა აშკარად თა ქორეთაშ თიკოჩეს მოგორაგადა პუსკუას მიგათხინკიან Ja, aber Tina tis muda Tana papak mucho zoj tetsay. Odum matits gabish muda sase pipkreng mushmadida muda qono დეგებგვალი ოროფილი უნდოდა. მუჟი ხო ეს გათამაშებაში მოხდა თუ რა იყო ძალიან ძალი. და იმას კიდე ის რა ქვია ჯეკპოტ დაეცა იმ ბიჩს იმ ვიღაცას. ო, ინა მართალია გიშნა გორაბოშოპე. თიტა ბახო. აბა ვარ ძღავით მოვარეს. ო, ძღავხოლი მოვარიე უახოდ მუშენდა შეებერგვაია კურს კალიცდა სათიაში ოროფადა. თენახალე გარჩქენოდ მოდ. კო, აბათეშ ვათქუანთინა. აბა ის შენატარიარე შეებერგვაი ხას მოგებუდკონე და აფირდვარა მოდა ვარ. ო, ნეთისკინო. მაგრამ თაკ არცა გიშნა გორა ხალხი და მიდგა ვარდუკონ ჯგირი ვარო. მუშენდა თაკ კოთო ჭკოაკო გიჭკერუნდკო. და კოთ ძალიან რეკორდკო. და ჯგვა კომოჭკლა ხავე იდასე. იდგარცინა ვარდუკო ვარო. ნუ სამეგრელოში არ ვიცი რა თქო. უბრალოდ თანაი რაღაცნაირად ის სუ იუმორი შეიძლება ეხა ამას მოაყოლო, მაგრამ როგორ სერიოზულად უდგებოდნენ, ეხა რო ხედავდნენ როგორ გვეცინება ამ ყოლა. კი, თუმცა ალუ სიცილე და ხარხარი და მთელი მაგრამ ეგ ხარ თქვენ წარმოგიდგეთ, იქ ენამოსრებლობაზეა საუბარი და ხო, ნუ მოკლედ უნდა მოეგოა ენაკვიმატობაში. თუმცა ერთი ის არის ცუდი მომენტი, რომ ბილსიტყვობაც ახდა ამ იმას. ამ პროცესიას და ეს მაინც და მაინც მისაბაძე საქმე არის. ეგ შეჯიბრება იყო მაგ ბილსიტყვობაში? ანუ ბილსიტყვობას წერია კი, რომ ასე და მოკლედ და რაღაცები და ის აცი არ იქნება მსგავსი რიტუალები მოგებული მაქვს უეჭველი. ბატონო, მოკლედ და ესეთი იყო მეგრული ვერსია, მე მგონია რომ ძალიან ბევრმა გაიგო თენავა ართი წალის რთული. გვალიჯ გირორდე ეფას გაგებელ და სახალისო თემაც ძალიან ესეთი კარგია შეგადაშკას თემები, იმიტომ რომ იმდენ ძიმეთები მქონდა განტვირთვა გჭირდებოდა ამ კუთხი და ამ ფორმით ნამდვილად. ბატონო, მით უმეტესად მოახლოებულია. და ზემობიაში ძალიან გთხოვთ ესტუმროთ მარიამობი წინადღეს და მოკლედ ნახავთ ამ რიტუალს. ჩქი მე სამზადის, ხო? ჩვენ მივდივართ, ჩვენ თქვით ახლა პირდაპირ და ვისაც მე ვიცი რომ ძალიან ბევრმა არ იცის ჩვენ ვინა ვართ და ჩვენი გაცნობაც უნდა დასე რომ იქ ხტებით, სად არ მივდივართ ბატონოშა? ზემობია. ზემობია სიპიჩი. ალანურობა, მალანურობა. თვითონ ეს რაც გაგაცოცხლეს, იქ ბატონმა ირაკლი, ბატონმა გოგიტამ და ბატონმა კახა, მანუ YouTube-ზე ის და მართლა ნარჩევი ბიჭები არიან და როგორ ეჭიდებიან ამ იმას ჭოქს ეს. თავი დავიპატიჟეთ, ხა ჩვენ მე და ბატონმა შემასე რომ რაღაცნაირად მოსაწოვი მოგვისწარით მანამდე, სანამ ეს დღესასწაული იქნება, ცოტა ესე მშვიდად და სინდის დამშვიდებულად რომ მივიდეთ. ბატონოშა ქართული ვერსია მაინც ყველა ვარიანტში გჭირდება, საქმეა. გისმენ ყურადღებით.
დღევანდელი ჩვენი რადიო გადაცემა შეეხება ერთმეტად საინტერესო და ნაწილობრივ მივიწყებულ ტრადიციას, რომელსაც ალანურობა, მალანურობა ეწოდება. ზოგადად რას ნიშნავს ალანური, მალანური? მას მეგრულობაში არაერთი მნიშვნელობა გააჩნია, როგორც პირდაპირ ასევე გადატანითი მნიშვნელობა და შევეხებით ზოგიერთ მათგანს. სამეგრელოში არსებობდა შეწყვილებული მაგიური, ეგრეთ წოდებული მენცარული სიტყვები, როგორიც არის აბაია, თაბაია, ადადი, ბადადი, ადამანია, დადამანია, ელესია, მელესია, ერეხილი, მერეხილი და ასე შემდეგ. და ძალიან ბევრი გვაქვს უამრავი შეწყვილებული სიტყვები, მათ შორის ასევე ხდება ალან-მალანი და ალანური-მალანური. ალიო ქობალიას ლექსიკონში ალანურობა, მალანურობა ასეა განმარტებული, ანუ მალანურობაზე სიარული, კარდაკარ, აქეთ-იქით სიარული. მალანურობა ცალკეც არის განმარტებული, ნიშნავს ნიღბას, პირისმალვას, სარქლობას, სახიობას, ილუზიონისტობას. მალანური ქვია ასევე კარდაკარ მოსიარულეს, მეროჭიკეს. მალანური ეწოდება აგრეთვე ამხანაგობას, წრეფეხარ ქოსანი პიროტყვის თხა, ცხრის არვე ფარის წყალფლობოთა გაერთიანებას. სადაც ორი პატარა ფარას თუ ჯოგს შეერთებდნენ იალაღზე დროებით, ხარჯის შემცირების მიზნით. აქეთ-იქით სიარულს მეგრულად ელა, გელა, გილულას, ასევე ალანურობა, მალანურობა ეწოდება. აქეთ-იქით მოსიარულე ადამიანს კი ალან-მალანი და სწორედ ეს არის ამოსავალი ამ რიტუალის სახელწოდებაშიც. როგორც ირკვევა, არქაულ ეპოქაში ალანურობა, მალანურობის თეატრალიზებულ რიტუალს სხვადასხვა ფორმები ჰქონია. ის მრავალშრიანი და სიმბოლური დატვირთვის მატარებელი სახეობაა. ერთ-ერთი ვერსიით ის ნაყოფიერებისადმი მიზნული რიტუალიც ყოფილა, ვინაიდან სახალხო თეატრის ნიღბებიანი პერსონაჟები ფალოსის ნიშანს კოციას, რომელიც სიმინდის ნაგულის ხისან ქისგან გაკეთებული იყო, წელზე ეკიდებდნენ როგორც ძივავობის, ასევე მალანურობისა და სხვა სანახაობების დროს. მალანურობის რიტუალით დაინტერესებული ყოფილა ილია ჭავჭავაძე. მას ჯაჯო ჯორჯიკიასთვის დაუვალებია აღეწერა ეს რიტუალი და გაზეთ ივერიაში გამოქვეყნებინა. კონსტანტინე გამსახურდია თავის გენიალურ მთვარის მუტაციებაში ეპიზოდურად ეხება მალანურობის რიტუალს. მალანურობა ბერიკობის, ალილოობის, სახიობის მსგავსად იყო კარდაკარ სიარული, ნიღბოსნებისა და ყაპუჭოსნებისა, მაგრამ მისი გამართვის დროს სხვადასხვა რესპონდენტის მიერ სხვადასხვა დღე ცხადდება. ერთი ვერსიით იმართებოდა მარიამოვი წინა ღამეს, მთვარის გავსებისას, სხვა ვერსიით 15 აგვისტოს. გვაქვს გადმოცემა, რომ ის მრავალდღიანი პროცესიას მოიცავდა. ზოგადად მალანურობაზე სიარულს ეწოდებოდა ალანურობა, მალანურობა. მალანურობას თან ახლდა სხვადასხვა ასპარეზობანი. ეს იყო ცეკვა, თამაში, სიმღერა, ჯირითი და ასე შემდეგ. დაფიქსირებულია, რომ ალანურობა, მალანურობა ტარდებოდა ხობის რაიონის სოფელ ბიაში 20 აგვისტოს, ჭანესნისა და მდინარე ხობესის შესართავთან. ამგვარი დღესასწაული ტარდებოდა აგრეთვე გალის რაიონის სოფელ ოქუმში, ჩხორთოსა და რეფში. ეს სახალხო დღესასწაული ეძღვნებოდა ყველაზე ძლიერ მამაკაცებს. ახლაც იტყვიან ალანცალოს კი, ალანევით ბიჭიაო. სხვადასხვა სოფლების ალანები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, სადაც გამოვლინდებოდა ძლიერზე ძლიერი. ეს იქნებოდა ჭიდაობაში, ცეკვა თამასა და თუ ჯირითში. სოფელ რეფში ალანურობას ხელმძღვანელობდა მღვდელი ალექსანდრე რურუა. ლოცვის შემდეგ იმართებოდა ჯარალუა. ერთ-ერთ ალანობაზე მღვდელს უთქვამს, ვინც დღეს დაიმსახურეს ალანობას, იმას ჩემს ქალიშვილს მივათხოვებო. ასეთი ბედნიერება კი თარაშხან ტაბაღუარს გებია. უკეთ გასაგებად აღწეროთ მალანურობის რიტუალში მონაწილეთა სტრუქტურა. მალანურობის წინამძღვარი, მოხუცი თეთროსანი, თეთრაჩაცმული, იმერეთის მეფე, ასევე მოხუცი, ესეც მახვილის სიტყვებით გამორჩეული ადამიანი, სამეგრელოს მთავარი, დადიანი, მოხუცი, ესეც მახვილის სიტყვებით გამორჩეული. იმერეთის მეფისა და სამეგრელოს მთავრის ექვსექსი მალანური, აცვიათ შარვაში ჩატანებული წითელი ახალუხები, თავზე თეთრი თავსაკრავები, წითელი ჩაბალახები, ფეხზე უძიროები აცვიათ, ხელთ თავწითელი ფრთების შემკული ჭოკები უჭირავთ. ენის მიმტან-მომტანი 5 მოციქული, მესაყვირე, მემუსიკე და სულ 21 მოქმედი ადამიანია ჩართული ამ პროცესიაში. სანახაობა საყვირის ბუკის დაძახებით იწყება. ხალხი ეკლესიასთან გროვდება, იწყება სიმღერა, იმართება ცეკვა თამაში, ირჩევენ მალანურების შემსრულებლებს. საზეიმო მსვლელობით წინ მოდის მალანურობის თეთროსანი წინამძღვარი. მას მოყვება 2 მესაყვირე, მოხუცი დაიძახებს, აის გაის, 12 მალანური და მთელი ხალხი შეძახებს, აის გაის. ეკლესიას სამჯერ შემოვლიან და სულ იძახიან აის გაის. ეკლესიის წინ შედგებიან, წინამძღვრის ხმის აყოლების სიმღერას გააბამენ. მერე მალანურები ჭოკებს დაახლიან და ორად გაიყოფიან. თუნდაც რიტუალი ასეა გადმოცემული, სამეგრელოს მთავრის როლის მოთამაშემ საყდრის ახლოს დაიკავა ადგილი. მეფემ იქვე მდგომი ცაცხვრის ძირში მოიკალათა. ამით შუა ფართო ადგილი დატოვეს მოციქულთა მისვლა მოსვლისთვის. 5 მოციქულმა იწყო ერთი თავიდან მეორესკენ და პირეკუ დანაბარების მიტან მოტანა. გაიმართა თავისებური ნირზი, შეჯიბრება. მეფე და მთავარი ერთმანეთს არ ზოგავენ, ერთმანეთს აქილიკებენ. მოციქულები დანაბარებს კიდევ უფრო მეტად აპილპილებენ
უწმაწურობენ, ხალხის სიცილით იხოცება. მალანურობის რიტუალს საინტერესოდ გაგმოცემს სოფელ ზემო ბიის მკვიდრი ლუკიანე მალხაზიძეს შონია. 1917 წელს უკანასკნელად ითამაშეს. სოფელი ყველაფრის სავსე იყო. ნირზი 15 აგვისტოს ეწყობოდა და ეს იყო მალანურობა. ორად იყოფოდა სოფელი ბია, სადადიო და სამეფო. შეარჩევდნენ მარიამობის რამდენიმე დღით ადრე ახალგაზრდებს, ტოლებს, ღონიერსა და მარჯვეს. ესენი იყვნენ მალანურები. 6 იყო დადიანის, მეორე 6 მეფის მხარეზე. ძალიან ბევრი ხალხი გროვდებოდა. მთელი მიდამე სავსე იყო მალანურობის საყურებლად. 6 მალანური ცალკე დადგებოდა. 6 ცალკე შაირობდნენ. მეფეს დადიანის მალანურები აგინებდნენ. მეფის მალანურები დადიანს. სამხიარულო წარმოდგენა შუადღემდე გრძელდებოდა. ყოველ მალანურს ჰქონდა ხელის შოლტები, 2.5 მეტრის სიგრძის. ჭოკები, რომელთა ბოლო წითლად იყო მოხატული. მალანურები ეკლესიის უკან დგებოდნენ. ცაცხვის გადასაცილებლად ამ შოლტებს ისროდნენ. ვინც ეკლესიის ცას გადააცილებდა, ის იყო გამარჯვებული. შეჯიბრი 2 საათს გრძელდებოდა. ეს რომ დამთავრდებოდა, მალანურებს შეეყვადნენ ეკლესიაში და კარს დაკეტავდნენ. მომზადებული ჰქონდათ კანკასლი აკაციის ჭოკი, 7 მეტრის სიგრძის. ცაცხვი წინ იყო მოედანი დავაკებული. ვიწრო ადგილზე დადებდნენ ჭოკს. ხალხი ორთავე მხარეს იყო. წესრიგი უნდა ყოფილიყო. ხალხს ხალხი არ უნდა შეეშალა შეჯიბრებისთვის. გააღებდნენ ეკლესიის კარებს და მალანურები ეცემოდნენ ჭოკს. მარჯვენა უნდა წაიღო მეფის მხარეს, მარცხენა დადიანის მხარეს. ეწეოდნენ აქეთ-იქით. ძლიერი სპორტული სანახაობა იყო. ხალხი იშვიათად ერეოდა. ზოგჯერ მოყვებოდა ჩხუბი, მაგრამ მაინც ბოლოს მშვიდობიერად დაიშლებოდნენ და ერთმანეთს სიკეთეს დაუბარებდნენ. სიკეთეს დაუბარებდნენ. როგორი ნათქვამია და ენის მიმტან-მომტანის თანამდებობა. მაშინაც ყოფილა ვაკანსია ძალიან სასაცილოა. როგორისა პირიქით ართულებდნენ სიტუაციას ცეზე ნავსასხამდნენ. სიავეკოჩ თუ თანამდებობა უღოდ მაგის გარშე ხوار გამოვიდოდა გალანურობა, მალანურობა და იყო ესე და ენის მიმტან კომიკურად არის გადმოცემული თვითონ სტრუქტურა და შარჟენ ზოგადად ეს პერსონაჟები. ხო, ზოგადად. ენის მიმტან მომტანის პოზიციაზე. ამის ოფიციალური თანამდებობა იყო და თანაც ერთიც არ ყოფილა, რომ უბრალოდ აქ მათ ენა მოსწრებულობაზე იყო მთელი სისტემა აგებული. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სახალისო ამბავი იქნება ხალხმა, ყველა კი არ უყვებით ამ ყველაფერს და ერთმანეთის ნათქვამზე კი არ ვიცინით. ეს არის ტრადიცია, ჩვენი ისტორია და აი მალე თარიღი ბატონლაშა კიდევ ერთხელ შევახსენოთ. 20 აგვისტო. აი დიახ. ხო, ზემობიაში, მაგრამ გვაქვს 15 აგვისტო, მარიამობის წინა დღე და მოკლედ რამდენიმე თარიღი. მოკლედ ძალიან მაგარი ამბებია, ჩვენ მან შეგახსენებთ უფრო ეს მიახლოებულს და ნახეთ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით და მართლა მივხვდებით, რომ უბრალოდ მონაყოლი ამბავი არ არის. ეს არის ჩვენი წარსული ისტორია, ეთნოგრაფია, რომელიც ნაწილობრივ გააცოცხლეს და ძალიან კარგია და მადლობა მათ ამისთვის. ორ ენაზე მოვისმინეთ და ვფიქრობ, რომ გამგებმა გაიგო. ჯირამბერე მუშენვარ და მოკლედ მომავალი გადაცემა დავაანონსოთ და თავიდანვე რაც თქვით უფრო განვავრცოთ და მე წარმოდგენა გქონდეთ რატომ ვუბრუნდებით ისევ ტოპონიმიკას და ამ თემას ისევ და ისევ თქვენი სურვილის ამბები. აი ამიტომ როგორც აღნიშნეთ შესავალში დიდი ინტერესი გამოიწვია, დიდი გამოხმაურება და შესაბამისად ძალიან სერიოზული კომენტარები იყო და გამოხმაურება გამომდინარე აქედან გვინდა რომ ჩვენ გავაერთიანოთ ეს ტოპონიმები, ახსნათ რამდენიმე ტოპონიმი, რომელიც კარგად ასახავს გარკვეული გეოგრაფიული არეალის ისტორიას, კულტურას, მის წარმოშობას, მის არქაულ არქეტიპს და ასე შემდეგ და ფაქტიურად ჩვენ ამას გავერთიანებთ თემაში დიხაშნინა. ანუ დიხაშნინა დაერქმევა, იგივე ტოპონიმიკას სამეგრელოში მეურნეირად ასე უწოდებდნენ მიწის ენას და დიხაშნინა დაერქმევა და მოკლედ ის ძველი სახალისოც იქნება აქ სერიოზული ისინიც თქვათ აი დიხაშხო, თქვათ რატო არის დიხაშხო, პირდაპირ მსხვილ მიწას არის, მას სხვა დანიშნულება ჰქონდა ძველად არქაულ ეპოქაში და მოკლედ ამაზე გვიქნება საუბარი და ისევ მიუბრუნდებით, ვინაიდან ეს საზოგადოებისთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი თემაა. კეთილი, მოკლედ ესეთი კარგი ამბებია ჩვენთან. გელოდებით იქით ახუჩაბაც, მადლობა ბატონლაშა ასეთ საინტერესო თემისთვის, ახალისო თემისთვის განვიტვირთეთ ნამდვილად. ყველა ჩვენი გადაცემის ჩანაწერი ნახეთ YouTube-ზე, ჩაწერეთ ოდაბადეს კინოხონა. იქვე დაგხვდებათ, ასევე radio.net.g ვებგვერდზე და Facebook-ზე radio.net live-ში თავისთავად ყოველ ხუთშაბათს 18:18-ზე 105.9-ზე და ინტერნეტით radio.net.g კიდევ ერთხელ მადლობა ყველას. დაგემშვიდობებით იმ ხუთშაბათამდე ჯირო ზოჯუნდათ ორნი უძღვებოდით ისტორიკოს კვლევარი ბატონლაშა ჯიქია და მე სოფია ხოციშვილი. ჯირო ზოჯუნდათ მეც მისარგებლებ შემთხვევით და ყველაფერს საკუთრებას გისურვებ, კარგად წავდებოდეთ. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი.
პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში.